ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით საღამოს ეთერში. თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორის 10 საათიან ყველაზე ვრცელ შემაჯამებელ გამოშვებას. მოდით ვნახოთ თუ რა ინფორმაცია არის დაგროვილი ამ დროისათვის ჩვენ საინფორმაციო ბანკში. რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. დღეს მე-11 კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა. ეს ზეიმი ნამდვილ ზეიმად მხოლოდ საღამოს 6 საათზე გადაიქცა. ანუ მაშინ, როდესაც სპორტის სასახლეში მაესტროს ბოლო ზარის კონცერტი დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის მათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად რაღაცა ეტაპი ცხოვრების ალბათ დამთავრდა. ყოველი შემთხვევაში ახლა მე ესე ვთვლი. იმიტომ რომ იწყება უფრო ლამაზი პერიოდი კიდევ, თუმცა მე ვფიქრობ რომ ბავშვობაზე ლამაზი პერიოდი ალბათ ცხოვრებაში არ არსებობს. ჩვენ ტოლები ვართ და ერთად დავამთავრეთ ერთდროულად გქონდა ბოლო ზარი და რაც შეეხება ბოლო ზარს, ეს არის ახალ ეტაპში გადასვლა ცხოვრების და პრინციპში გულდასაწყვეტია მერე უკვე რომ მოხვალ აზზე რომ უკვე ბოლო ზარია, მერე მიხვდები რომ სკოლა გენატრება. ეხლა ესენი ბედნიერები არიან და მესმის მაგრამ ყველა იმ პატარა გოგონას ვინც ყველას მინდა მიულოცო, ვინც დაამთავრა დღეს 11 კლასი და ეს ცხოვრება თქვენთვის ძალიან ლამაზი ყოფილიყო. მე და სტეფანეს მაინც გული გწდება რომ ერთი კლასელები არ ვიყავით. ვულოცავ ბოლო ზარს, ვინც კი სკოლა დაამთავრა. ძალიან მიხარია რომ ამ კონცერტზე ამირჩიეს და ყველანი ძალიან მიყვარხართ. გამარჯვებული არის 100-დან 200-ის ხანი. კარგად, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ვღელავდით და მაინც აი გულდასაწყვეტია სკოლის დამთავრება. აი მე ძალიან დიდი სიხარული, ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერია და ყველა სუსტად ბოლო ზარის დამთავრება.
გილოცავ თავარია ბედნიერებას და კარგ მომავალს გისურვებ ძალიან გვიყვარხართ ძალიან გვიყვარხართ მეც მიყვარხარ აჭარა მიუზიკლში ყველაზე პროდუქტიულ ქართველ დიზაინერად აღიარებული ავთო წყვიტინიძის დეფილე მოეწყო. ამჯერად ავთოს ნამუშევრებში ბევრი ფერი იყო შესული. მან უამრავი ხელნაკეთი კაბა და სადებიუტო ფეხსაცმელი წარმოადგინა. დანარჩენი სიუჟეტი ვნახოთ. ინფორმატორის გამოშვებებში ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზეთ ის თუ როგორ ემზადებოდა ავთო წყვიტინიძე აი ამ ჩვენებისთვის. თავარი ის ვიცით რომ აქცენტი გაკეთებულია მაღალგულწრფელ ფეხსაცმელზე და ჯინსზე. რაც შეეხება ვარსკვლავს მეტად ორიგინალურია. მოდი თავად ნახოთ ყველაფერი. ნათია, და აქ არის ლელა ცინცაძე. ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება საინტერესო და ორიგინალური პროექტების კულტურა. ზვიად სირაბიძე და ზვიად ბოლქვაძე დიდი ხანია საღამოებს აწყობენ და ამტკიცებენ, რომ სირაბიძის ლექსები და ბოლქვაძის მუსიკა ერთმანეთისთვის არის შექმნილი. ვნახოთ. საღამოს მნიშვნელობა არის მუსიკის თანხმობის მიდევოთ ფიქრობ პოეზია დღეს თანამედროვე ემოციის გაზრდაში მუსიკის თანხმობით. ხილის გემოს შემდეგ შეცნობილი შენ ხარ რატო ვერ ვატევ ამას იქნებ თავმოყარი შენ იქნებ მართლად შენ გავს ყველა იქნებ სდუნება შენში და სადაც სიმბოლო და იქნებ მოჩები ალბათ მომიდრე შენ როგორ შენ აპეს მოგონი მისტერი შენ აპოთეოზით აღმოსავლეთ
ზვედის პოეზიის საღამო ბათუმში და ჩემი გამოფენა დაემთხვა ერთმანეთს და მაშინ მქონდა პოეზიის საღამო, როდესაც მე მქონდა პარალელურად გამოფენა. მე ორ წუთი მქონდა გამოფენა იქ და მაშინ აი წარმოიშვა და გაზრ ზვედსა ჩემი მეუღლის და ჩემგან რომ აი გალერეაში თბილისში ჩვენთან ხომ არ მოგვეწყოს პოეზიის საღამო და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ზვედი ხო ძალიან ისეთი დიდი აღმოფრენის რაღაც ძალიან ისეთი ლექსები აქვს, არაჩვეულებრივი ლირიკული და რაღაც ძლიერი და გარდა მაგისა მუსიკოსებმაც რაღაც ძალიან ზიშტაბეშტილება დატოვეს ჩემზე. თავარი ზიარების მომენტია მაინც. ხელოვნება ზიარების გარშე არაფერი არ არის, პოეზია განსაკუთრებით. ძალიან კმაყოფილი ვარ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.